მთავარი არის ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც უარყოფითია არსებითად რიგ საკითხებზე და IPP-ის თავმჯდომარეობის განცხადება, რომ თუ კი ეს ასე დარჩა, მაშინ ვილნიუსის სამიტზე გექნებათ პრობლემები. შესაბამისად, ჩვენი ინტერესი, ისევე როგორც უმრავლესობის ინტერესი უნდა იყოს, რომ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ვილნიუსში არ გქონდეს პრობლემები და შევცვალოთ ეს კანონპროექტი იმდაგვარად, რომ ეს არ მოხდეს. ეს არის ძალიან კონკრეტული განაცხადი იმ პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, რომელიც არის უმრავლესობაში, როგორც ევროპარლამენტში, ასევე მათ აქვთ გავლენა ყველა შესაბამის სტრუქტურაში ევროკავშირის, ამიტომ დღეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს არჩევანი არა მხოლოდ უმცირესობასთან კომპრომისის მიღწევაზე, არამედ საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციაზე. მოლაპარაკებები ჭირდება პროცესს და პროცესი ჭირდება იმას, რომ საქართველო უფრო დაუახლოვდეს ამ შემთხვევაში ევროპას. ჩვენ ვიცით და ეს არ არის უბრალო განცხადებები, რომ ვილნიუსის სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საერთო სასამართლოებზე მსჯელობის პროცესში ჩვენ გვაქვს ვენეციის კომისიის დასკვნაც, ზოგადად ევროპული პოლიტიკური ესტაბლიშმენტი საკმაოდ სენსიტიური ამ საკითხის მიმართ, იმიტომ რომ რეალურად ეს განსაზღვრავს ახალი ხელისუფლების და ქვეყნის დამოუკიდებლობას სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპთან. სასამართლოსა და უმრავლესობას და ასევე მთავრობას შორის შეთანხმება მიღწეულია და ყველა მხარე დავთანხმდით ამაზე, პრეზიდენტს არ მოსწონს თქვა ეს საკითხი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვილნიუსში ვინმე აიღებს და კარებს ჩაკეტავს და აჭედებს, ამფიცრებს, ააკრავს. ეხლა ცოტა ჯობია, რომ რეალურად შეხედოს ფაქტებს და რეალური განცხადებები გააკეთოს, თავს თლად ბოლომდე სასაცილოდ თუ ჩაიგდებს. ჩვენ დავედოთ ვენეციის კომისიის დასკვნებს და დასკვნების აბსოლუტური უმრავლესობა გარდა ერთისა ყველა გავითვალისწინეთ. პალატის თავმჯდომარეები ვეღარ იქნებიან ხასუსამ იუსტიციის საბჭოს წევრები. ეს დაგვაშოროს ჩვენ ევროპას? არა, ეს ხო სრული ფიქცია არის და სრული უაზრობა არის. ის რომ რაიმე შეთანხმება ჩვენ დაგვაცილებს ევროპას და ვილნიუსის სამიტთან მიმართებაში ამ საკითხის ესე პირდაპირ დასმა, რა თქმა უნდა, არასწორია. манипулირება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ამ თემის არანაირ რეალობასთან კავშირი არ აქვს, ეგ მინდა თელი სერიოზულობით და გულწრფელობით განვაცხადო. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, რომ უმრავლესობა და უმცირესობა შეთანხმდნენ საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით. ქართული ოცნება ალბათ არის ეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონი. ჩვენ ვნახეთ, როგორ გახდა ისევ მკაცრი შეუვალი ბრჭყალებით რო ავიღოთ პრინციპული ნაციონალური მოძრაობა ამ კანონის ეტაპზე. სავარაუდოა, რომ მან ძალა იგრძნო, თავდაჯერებული გახდა, რომ მათ შეუძლიათ რაღაცებზე გავლენის მოხდენა. აგრძელებენ ახლა მაგავის. სასამართლო პრობლემა ეს არის შეიძლება ითქვას ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს აქილევსის ქუსლი. და ეს არც არის თქვათ გასაკვირი, იმიტომ რომ დემოკრატიის გზაზე ყველა დღევანდელ დემოკრატიულ სახელმწიფოს ერთ-ერთი რთული ბარიერი, რომლის გადალახვაც მოუწიათ მათ, ეს გახლავთ სასამართლო სისტემის რეფორმირება. ეს რეფორმები როდის შემოვა და როდის ვნახავთ ჩვენ მათ მარგი ქმედების კოეფიციენტს, ეს უკვე მომავლის საქმეა.